იყო მოგერიებაზე კარგი, იქ საერთოდაც არსიჩს თავი და ბოლომდე დაკარგული ქონდა პოზიცია, მოკლედ დაცვა მოირღვა გაგრილთა მხარეს და ლოგიკურადაც დასრულდა ეს იერიში. უმარტივესად დმიტრი მანდრიჩენკომ მოახერხა მთავარი დარტყმით საკმაოდ ძლიერად ანგარიშის გახსნა. კარგი სტარტი დინამო ბათუმისთვის. ხო, ახლა უკვე შეიცვალა სურათი სატურნირო ცხრილში, ლიდერ რუსთავთან ჩამორჩენა 5 ქულა. მიულოცოთ მოლდოველს სეზონის განახლება გატანილი გოლით. მანდრიჩენკო ზოგადად ცნობილი სახია 2021 წელს გავიცანით ის ქართული ფეხბურთის კომაგებმა იბერიადან, მაგრამ შარშან წინა სეზონში ძალიან ცუდი სტატისტიკა ჰქონდა მოლდოველს 28 მატჩი დინამო ბათუმის მაისურით და ერთადერთი გოლი. კი გასაგებია დინამო ბათუმს ცუდი პერიოდი ჰქონდა, ბევრი გამოუცდელი მოთამაშე იყო, მაგრამ თავდამსხმელისთვის მაინც ყოველთვის უხერხულია ასეთი სტატისტიკა. წელს კი 17 მატჩი აგრეთვე მერვე გოლი გაიტანა. ის კარიერის საუკეთესო შედეგი სხვათა შორის იყო იბერიაში, სწორედ 33 მატჩში 9 გატანილი გოლი. წელს დიდი ალბათობით ამ შედეგს გააუმჯობესებს დინამო ბათუმის ფეხბურთელი. ბრძოლა ბურთისათვის. ჯერი უკვე გაგრელებზია. ხო, რას დაუპირისპირდებს იბინოვიჩის გუნდი. მოწინააღმდეგეს გაგრას კარგი პერიოდი ჰქონდა გუნდმა პაუზამდე ლიდერებს ჩამოთვლი, ვინც დაამარცხა დინამო თბილისი. ჯერ გორის დილა, შემდეგ ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი. შემდგომ იყო ასევე ორი ფრე მეშახტესთან და სამგურალთან. ბოლოს გუნდი დაამარცხდა იბერიასთან 20 მაისს. ასე რომ ლიდერებთან კარგად გამოსდის გაგრას თამაში. ნახოთ დღევანდელი შეხვედრა იქნება თუ არა გამონაკლისი. დინამო ბათუმაც ლიდერებთან ითამაშა ბოლო ტურებში. იბერიასთან 1-0 წააგო, გორის დილა 3-2 აჯობა, ასევე იდენტური ანგარიშით ქუთაისის ტორპედო დაამარცხა ქუთაისში და ბოლოს დაამარცხა თავად დინამო თბილისთან ანგარიშით 2-1. მაგრამ ეს ბათუმის დინამო უკვე აბსოლუტურად სხვა გუნდია. ამაზე გითხარით კიდეც და ამაზე მეტყოლებს ის იმ რაოდენობა ფეხბურთელებისა, რომლებიც დღეს განაცხადში და შემადგენლობაში არიან. კირკიტაძე მალევე შეეძლო დინამოს ორბურთიანი უპირატესობით წინ გასვლა, მაგრამ ბორობეი მააჯობა თორნიკე კირკიტაძეს. გოლთან იყო ამჯერად ახლოს დინამო ბათუმის ფლანგის ფეხბურთელი. აქ მე მგონი თამაშგარეც იყო ყოველ შემთხვევაში ამ რაკურსით ოდნავ წინ მომეჩვენა კირკიტაძე. და შემდგომ დააბიჯა კიდეც ბორობეის. ხო, ნუ დაფიქსირებულა კიდეც თამაშგარე მდგომარეობა, როდესაც მომენტი დასრულდა. გოლი გაუქმდებოდა. უნდა გითხრათ აუცილებლად ეროვნული ლიგა 2-ზეც, რადგან დღეს იმართება მატჩები და თასვე დასრულდება 20 ტური. ერთი შეხვედრა დასრულდა მეგრული დერბი ოდიშმა. ის მიუხედავად რომ აგებდა გუნდი, ფოთის კოლხეთი ანგარიშით 2-1 დაამარცხა. პარალელურად გორი 2-0 უგებს პოლნისის სიონს, შტურმი მარტვილის მერანთან 1-0 იმარჯვებს და კიდევ ორი შეხვედრა თელავი გარეჯი კახური დერბი ნულოვანი ფრე და სამტრედია უგებს გასვლაზე არ აქვს 0-1. ლიგა 2-ზე გეტყვით რომ გარეჯი პირველ ადგილზე ამ მომენტისათვის 40 ქულით 36 თელავს, 30-30 შტორმსა და მარტვილის მერანს. იქაც ძალიან დაძაბული და საინტერესო გათამაშება გველოდება. როგორც ეროვნული ლიგა 1-ში პრინციპში. აქ პირველი ყვითელი ბარათი ბლიზნიჩენკოს. ეს ტორპედოს ახალ წეულს კი გაუკვირდა უკრაინელს, მაგრამ ასე გადაწყვიტა აკაკი ფარჯიკიამ განმეორებით ეს მომენტი ტურიცოვის წინააღმდეგ ხო ბოლოს საკმაოდ ხისტად გამოსდო ფეხი 23 წელს უკრაინელმა შემტევმა, რომელსაც ქუთაისის ტორპედოში სულ 5 ჯერ მიეცა თავის გამოჩენის შანსი და აქედან კვიდით უნარიანობა ერთ შემთხვევაში გამოავლინა, როდესაც ასისტი გააკეთა ბლიზნიჩენკომ სამგურალთან შეხვედრაში. ეს კი აჭარაბეთ არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი კადრში. კიდევ ერთი თამაშის წესების დარღვევა. ტურიცოვზე კვლავ უხეშობენ ბულგარელის წინააღმდეგ.
განმეორებით ეს ეპიზოდი. იმედია რომ წყობაში იქნება დინამო ბათუმის ახალწვეული. იძულებითი შეცვლა გიორგი ჭიაბეშვილს ნამდვილად არ სჭირდება.